ტრამპმა სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოატრიალა, მას შემდეგ რაც ახლო აღმოსავლეთში განადგურებული ან დაზიანებული 42 ამერიკული თვითმფრინავის სია ვაშინგტონში შოკი გამოიწვია. ის, რასაც ანტიტრამპული მედია დამცირებად ასაღებდა, პოლიტიკურ იარაღად იქცა ძველი საომარი მანქანის წინააღმდეგ. რადგან ამ ხუთშაბათს 2026 წლის 21 მაისს საქმე უფრო დიდ რამეს აჩვენებს, ვიდრე დაკარგული თვითმფრინავებია. ეს აჩვენებს დაუცველ ბაზებს, ცუდად ახსნილ გადაწყვეტილებებს, მილიარდობით დოლარს რისკის ქვეშ და სამხედრო სტრუქტურას, რომელმაც ამერიკელი ჯარისკაცები დაუცველად დატოვა, მაშინ როცა ბიუროკრატები ოფიციალური ვერსიის კონტროლს ცდილობდნენ. ეხლა დონალდ ტრამპი ზარალს თავის სასარგებლოდ იყენებს, ყურადღებას ამახვილებს პენტაგონზე, ზეწოლას ახდენს მოკავშირეებზე და უკვე მთლიანად აახლებს ამერიკის ძლიერ სამხედრო ინდუსტრიას. მათ შორის $1.5 ტრილიონ ბიუჯეტით, რაც ამ თვითმფრინავების განადგურებას ახლო აღმოსავლეთში მძიმე კითხვად აქცევს სისტემისთვის. ამ თვითმფრინავების განადგურება ტრამპის მარცხი იყო თუ იმის მტკიცებულება, რომ მან მემკვიდრეობით მიიღო ბომბი და ახლა ამერიკის კონგრესში აქვს იდეალური ბარათი, რათა სრულად გადააწყოს ყველაფერი, რაც მას ყოველთვის სურდა შეიარაღებულ ძალებში. ახლავე ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ყოველთვის ინფორმირებული იყო. მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. თვითმფრინავების სია პოლიტიკურ ბომბად იქცა, რადგან ის მოიცავს გამანადგურებლებს, დრონებს, თვითმფრინავებს, ტანკერ თვითმფრინავებს, სადაზვერო თვითმფრინავებს და მხარდაჭერის აღჭურვილობას, რომლებიც ოპერაცია Epic Fury-ის დროს დაზიანდა. კონგრესის მიერ მოხსენიებული ანგარიში მიუთითებს მინიმუმ 42 დაკარგულ ან დაზიანებულ თვითმფრინავზე, მათ შორის 24 MQ-9 Reaper დრონზე. ოპერაციების სავარაუდო ღირებულებამ ირანში $29 მილიარდ მიაღწია პენტაგონის დროებითი კონტროლიორის ჟიულ ჰერსტის ჩვენების მიხედვით. და ეს რიცხვი ჯერ კიდევ არ მოიცავს ყველა ზიანს, რომელიც ამერიკულ ბაზებზე მიაყენეს ახლო აღმოსავლეთში. სწორედ აქ ტრამპი სიტუაციას თავის სასარგებლოდ აბრუნებს. ვინაც ააწყო ასეთი ძვირადღირებული, ასე გაფანტული და დრონების, რაკეტებისა და მილიციების მიმართ ასე დაუცველი სამხედრო სტრუქტურა, ტრამპს შეუძლია აიღოს ეს ანგარიში და სკანდალი აუდიტად გადააქციოს. ეს აღარ ეხება მხოლოდ ჩამოგდებულ თვითმფრინავს ან დაკარგულ დრონს. ეს ეხება საომარ მანქანას, რომელიც ყოველთვის ითხოვდა მეტ ფულს, მეტ ბაზას, მეტ ჯარს, მეტ კონტრაქტს და როცა ანგარიში მოდის, ყველაფრის პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს. სასტიკმა თავდასხმამ გამოავლინა სისუსტე, რომელსაც მემარჯვენეები წლებია ამხელენ. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უზარმაზარი სამხედრო ძალა, მაგრამ ამ ძალის ნაწილი გაჩერებულია პროგნოზირებად ბაზებზე, იაფი და კოორდინირებული თავდასხმების წვდომაში. მტერს არ ჭირდება ღია ომში გამარჯვება, რომ ზიანი მიაყენოს. საკმარისია დააზიანოს ასაფრენი ბილიკი, ჰანგარი, საწვავის აუზი, გაჩერებული თვითმფრინავი, მისიაზე მყოფი დრონი ან დამხმარე საჰაერო ხომალდი. დონალდ ტრამპს ახლა პრაქტიკული მტკიცებულება აქვს იმისა, რომ თანამედროვე ომი სჯის ფლანგვას, ბიუროკრატიას და ზედმეტ თავდაჯერებულობას. პრობლემა ისაა, რომ ეს არის თანამედროვე ომი, სადაც ძვირადღირებული სისტემები შეიძლება დაზიანდეს უფრო იაფი თავდაცვითი საშუალებებით, მოძრავი მილიციებით და კოორდინირებული შეტევებით. დონალდ ტრამპს შეუძლია ეს შოკი გამოიყენოს დოქტრინის შეცვლის დასაცავად. ნაკლები უსარგებლო რისკი, მეტი ამერიკის ტერიტორიის დაცვა, მეტი ზეწოლა რეგიონალურ მოკავშირეებზე და ომის ბიუროკრატებისთვის ნაკლები შეუზღუდავი დაფინანსება. როდის ჩნდება დანაკარგი? იგივე ელიტა ცდილობს ყველაფერი დააბრალოს პრეზიდენტს, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ძვირადღირებული, გაბერილი და წინწასული ბაზებზე დამოკიდებული სამხედრო სტრუქტურა. ირანმა სცადა თვითმფრინავების სია პროპაგანდად ექცია. თეირანი ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ გაიმარჯვა, გაუძლო შეერთებულ შტატებს და ახლა თავად აკონტროლებს კრიზისის ტემპს სპარსეთის ყურეში. მაგრამ ეს ზეიმი უკვე დასრულდა. როდესაც ირანის რეჟიმი აჩვენებს ზიანს ამერიკულ თვითმფრინავებზე, ის ამავდროულად აფერხებს კიდეც. პრეზიდენტი აწვდის არგუმენტს მილიციების წინააღმდეგ გამკაცრებისთვის, მოკავშირეების გაზგამ ყურეში მეტი დაცვის მოთხოვნისთვის, ბაზების უსაფრთხოების გადახედვისა და გააზრებული პასუხის გასამართლებლად. რეჟიმს ეგონა, რომ მხოლოდ ტრამპს ამხელდა, მაგრამ ამავდროულად გამოავლინა ის საფრთხეც, რომელსაც თავად წარმოადგენს ნავიგაციისთვის, ისრაელისთვის და ამერიკული ყოფნისთვის რეგიონში. ტრამპისთვის ეს ამყარებს თეზას, რომ პრობლემა მხოლოდ თვითმფრინავების სია არ არის. პრობლემა არის რეჟიმი, რომელიც ცდილობს ზღვას, რაკეტებს, დრონებსა და მილიციებს გამოიყენოს, რათა შიში დააკისროს მსოფლიოს. თეთრი სახლი შეიძლება ამ ეპიზოდს პირდაპირ ზეწოლად აქცევს პენტაგონზე. $1.5 ტრილიონი აშენტოსეში დოლარის ბიუჯეტი, რომელიც ტრამპმა 2027 წლისთვის თავდაცვისთვის მოითხოვა, მთლიანად ცვლის ამ შეფასებას.
რადგან ეს აჩვენებს, რომ 42 თვითმფრინავის განადგურებამ შეერთებული შტატები არ დააყენა უმოქმედოდ, არამედ დააჩქარა განახლება, რომელიც უკვე მიმდინარეობდა. თეთრი სახლის სურს შოკი ძალის აღდგენად გადააქციოს. მეტი გემი, მეტი გამანადგურებელი, მეტი დრონი, მეტი ანტისარაკეტო დაცვა, მეტი კოსმოსური ტექნოლოგია, მეტი სამრეწველო წარმოება და მეტი დაცვა ამერიკელი სამხედროებისთვის. თავად პენტაგონმა ამ გეგმას თაობის ინვესტიცია უწოდა, რათა გააძლიეროს სამრეწველო ბაზა, გააფართოოს დიდი შეიარაღების სისტემები, გაამყაროს მომარაგების ჯაჭვები და Golden Dome და დრონებში უპირატესობა პრიორიტეტად აქციოს. და კოსმოსური დომინირება ამერიკის ახალი სამხედრო ფაზის ცენტრშია. დონალდ ტრამპი მხოლოდ სასტიკ თავდასხმაზე არ რეაგირებს. ის იყენებს კრიზისს, რათა შეცვალოს მოწყვლადობა ძალაუფლებით, დაღლა მოდერნიზაციით და ზარალი ახალი ზეწოლით იმ სისტემაზე, რომელმაც შეერთებული შტატები დაუცველად დატოვა. სასტიკი თავდასხმა გარდამტეხ წერტილად იქცევა. თვითმფრინავების განადგურება ხდება, შოკი, რომელიც უფრო დიდ დაპირისპირებას ხსნის. ზემოქმედება მოკავშირეებზეც ვრცელდება. ქვეყნებო, რა ხდება? ისრაელი და შეერთებული შტატების სამხედრო პარტნიორები ამჩნევენ, რომ თანამედროვე ომი შეიცვალა. საკმარისი არ არის ყველაზე ჯვირადღირებული თვითმფრინავი, ყველაზე დახვეწილი დრონი ან ყველაზე მოწინავე ბაზა გქონდეს. აუცილებელია დაიცვა ასაფრენი ბილიკი, ჰანგარი, რადარი, საწვავის ავზი, დამხმარე გემი და ლოგისტიკური დერეფანი. დონალდ ტრამპი შეიძლება ამ რეალობას გამოიყენოს იმისთვის, რომ მოითხოვოს მოკავშირეებმა აიღონ მეტი ხარჯი საკუთარ თავზე, გააძლიერონ საკუთარი თავდაცვა და შეწყვიტონ მხოლოდ ამერიკის ძალაზე გამოკიდებულება. რეგიონული კრიზისების შესაკავებლად, რომლებიც ასევე საფრთხეს უქმნის მათ ინტერესებს. თვითმფრინავების დაკარგვა აჩვენებს, რომ ომი აღარ შეიძლება იმართებოდეს ბიუროკრატების მიერ, რომლებიც მალავენ ხარჯებს, გენერლების მიერ, რომლებიც რთულ კითხვებს არ პასუხობენ და კომენტატორების მიერ, რომლებიც ჯარისკაცებს მხოლოდ მაშინ იხსენებენ, როცა ტრამპის კრიტიკა სურთ. ეხლა პრეზიდენტს ხელში აქვს რეალური კრიზისი, რეალური რიცხვებით, რეალური ხარჯებით და რეალური შედეგებით. 20 მაისს შეერთებული შტატების სამხედროები ავიდნენ ირანული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერ MT Celestial Seas ბორტზე სპარსეთის ყურეში, რომელიც de bandeira iraniana no Golfo de Oman. ეს იყო პირველი შემთხვევა ამერიკული ბლოკადის დარღვევისა. გემი გათავისუფლდა მითითებით, რომ შეეცვალა მარშრუტი. ეს ცulis ამბის ტონს. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეები პანიკაზე საუბრობენ, ოპერაცია აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპი ინარჩუნებს ზეწოლას ირანის ლოგისტიკაზე, აკონტროლებს გადაადგილებას და ამოწმებს ბლოკადადას. და აშკარად აჩვენებს, რომ თეირანი ვერ გადააქცევს თვითმფრინავების დაკარგვას პოლიტიკურ გამარჯვებად ზღვის ვაჭრობაში ფასის გადახდის გარეშე. რეჟიმმა იცის, რომ ამერიკული ბლოკადა ირანის პორტებზე ეკონომიკას ავიწროებს და ზეწოლას ახდენს ნავთობის, გემებისა და მარაგების გადაადგილების შესაძლებლობაზე. ის ზეწოლას იქ ამუშავებს, სადაც ყველაზე მეტად ტკივა, საზღვაო მარშრუტზე, რეჟიმის შემოსავალზე და თეირანის შესაძლებლობაზე ომი შეინარჩუნოს. ირანმა ძალიან ადრე იზეიმა. თეირანმა, როდესაც გაავრცელა, გამოიყენა და პროპაგანდისტვის გამოიყენა თვითმფრინავების სია, ასევე დაეხმარა დონალდ ტრამპს, ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ რეჟიმი მოქმედებს როგორც საფრთხე. დრო, როდესაც ყველა ელოდა, რომ შეერთებული შტატები მარტო დაფინანსებდა ყველაფერს, დასრულდა, ახლა თითოეული რეგიონული კრიზისი ზღვარზეა მიყვანილი. თუ ამერიკული თვითმფრინავები დაზიანდა, ის ქვეყანაც, რომელიც ამერიკულ ბაზას მასპინძლობს, ასევე უნდა აგოს პასუხი. ვინც ამერიკულ ძალაზეა დამოკიდებული, მასაც მოუწევს გადახდა. ვინც ირანისგან დაცვას ითხოვს, მასაც მოუწევს თავისი წილი ომის საკუთარ თავზე აიღოს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველ დღე მოგაწოდო ჭეშმარიტი ინფორმაცია. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია მოცემული. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.